მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გვექნება ესეთი გაშლა, რა ხდება თქვენს ურთიერთობაში. მოკლედ, ეს შეეხება ბევრ რამეს. დავიწყოთ, პირველი იქნება თქვენ რას გრძნობთ და როგორ მოქმედებთ. ნახოთ, აბა ამ შემთხვევაში ჯერ დავიწყოთ თქვენით. თქვენ რას გრძნობთ და როგორ მოქმედებთ. ის ადამიანი, მისი რეალური სახე, მისი რეალური ემოცია, როგორია, გავიგოთ. და როგორი ენერგია აქვს თქვენს ურთიერთობას, როგორი მიმართულება აქვს ამ ურთიერთობას. მოდი ვნახოთ. როგორი ენერგია და როგორი მიმართულება აქვს ამ ურთიერთობას. მოკლედ დავიწყოთ. ესე იგი, თქვენ რას გრძნობთ და როგორ მოქმედებთ. ამ შემთხვევაში ნახეთ, თქვენ უკვე გაქვთ ესე ვთქვათ, გააზრებული რა გინდათ, სულ აბსოლუტურად თქვენს მომავალთან დაკავშირებით, ზუსტად იცით რა გინდათ, როგორ გინდათ, გადაწყვეტილი გაქვთ თქვენი ესე ვთქვათ, პირადი მიმართულება, ცხოვრებაში ესე უკვე გაქვთ აღებული, მაგრამ კიდე რაღაც მომენტში თითქოს კიდე რაღაც არჩევანს აკეთებთ. იქნება თუ არა თქვენთვის ეს თქვენ ცხოვრებაში ცოტა არ იყოს სწორი გადადგმული ნაბიჯი. კიდე ფიქრობთ, მაგრამ ბევრი რაღაცა გაქვთ, ბევრი ნაბიჯი გაქვთ გააზრებული, ბევრი რაღაცა უკვე ნაფიქრი გაქვთ და იცით, მოკლედ, ისეთი ადამიანი ხართ, რომელმაც ბევრი რაღაცა გამოიარა ცხოვრებაში და უკვე მისი ცხოვრება ისეთი ადვილი არ არის, რომ იყოთ რაღაცნაირად გადადგათ არასწორი ნაბიჯები და იყოთ რაღაცაზე დამოკიდებული, მაგალითად ამ შემთხვევაში ფიქრობ, რომ თქვენ ზუსტად იცით რა გინდათ ცხოვრებაში და გინდათ, რომ ისეთი ნაბიჯი იყოს გადადგმული, რომელიც არ ჩქარობთ პირველ რიგში, ამისი თქმა შემეძლია, იმიტომ რომ გინდათ, რომ რა ნაბიჯსაც გადადგმთ ამ ურთიერთობაში იყოს ნაყოფიერი და არ იყოს რაღაცა ესეთი, რომელიც არ გამოიტანს როგორც შედეგს არ დადებს. შედეგი, რა თქმა უნდა, ბედნიერება, ის რაც ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობას, როდესაც ძალიან დიდი ბედნიერება მოყვება, ეს არის ბედნიერება, რა თქმა უნდა, ის უდიდესი სიყვარული მოყვება, ეს არის ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადადგმული ნაბიჯი რო იტყვიან, მაგრამ თქვენ ნამდვილად არ ჩქარობთ ამას, იმიტომ რომ ზუსტად იცით რა გინდათ და გააზრებული გაქვთ თქვენი ცხოვრების ყველანაირი მომენტი და ანუ თქვენი გრძნობა ნამდვილად შეესაბამება იმას, რასაც ადამიანი შეხედავს, უყურებს და მიხვდება, რასაც განიცდის. ასე რომ თქვენი მოქმედება ამ შემთხვევაში არ არის ჩქარი, არ ჩქარობთ, იმიტომ რომ გინდათ ეს ყველაფერი იყოს შედეგიანი. ეხლა ის ადამიანი რას ესე იგი რა ემოცია აქვს, მისი რეალური სახე და ნახოთ აბა მოკლედ ეს ადამიანი არის როგორ ვთქვათ, თითქოს ბევრი რაღაცის ეშინია. უნდა რაღაცნაირად ესეთი თბილი ურთიერთობა წინათ ალბათ ესეთი რაღაც მეგობრული, თბილი, ძალიან ესეთი ურთიერთობა ქონდა თქვენთან, მაგრამ
ეხლა რაღაცნაირად შიშის მომენტები აქვს. მისი ემოცია რაღაცნაირად ცოტა არის რისკ ფაქტორებთან დაკავშირებული. აი როგორ რაღაცასთან ანუ თითქოს არჩევანს ვერ აკეთებს. ესე ადვილად არ შეუძლია რაღაცა გადაწყვეტილების მიღება. ფიქრობს თითქოს აი ერთმანეთზე აქვს ხელი დადებული და აი ფიქრობს რომ რა გავაკეთო. იქნება თუ არა ეს ჩემთვის ბედნიერების მომტანი. რაღაც შეიძლება რაღაცა პატარ-პატარა რაღაც პრობლემები ქონდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ალბათ საკუთარ თავში ბოლომდე არ არის დარწმუნებული. ანუ მიუხედავად ამისა, მაინც არის რაღაც მომენტები, როდესაც ჯერ კიდევ არ ჩქარობს სიმართლე გითხრათ ეს ადამიანიც, იმიტომ რომ არჩევანს ესე ადვილად ვერ აკეთებს, საკუთარ თავში რაღაცნაირად დარწმუნებული არ არის და ამ შემთხვევაში უჭირს რაღაცა გადაწყვეტილების მიღება. და თქვენი ურთიერთობის ესეთი მიმართულება, ენერგია, ნახეთ, ნამდვილად აი ცუდი კარტი არ ამოვიდა, ძალიან კარგი კარტი ამოვიდა, უფრო შეიძლება ესე უცებ არ ჩანს მომავალი, ნამდვილად ცოტა შორიდან ჩანს, მაგრამ ჩანს რაღაც შეხმატკბილებული ურთიერთობა. მოდის აუცილებლად შეიძლება რაღაც მოულოდნელად წამოვიდეს რაღაცა ურთიერთობის რაღაცა ემოციურად გრძნობები, მაგრამ აი ცოტა შორი მომავალი აქვს ამას. აი ცოტა ახლოს არ არის ჯერჯერობით ეს ყველაფერი, მაგრამ წინსვლა ჩანს, მომავალი ჩანს. მთავარია დაიწყოს რაღაც ემოციურ დონეზე ეს ურთიერთობა, რაღაც პირველი ნაბიჯები, პირველი როგორ გითხრათ, აი გადაწყვეტილება რაღაც დონეზე მაინც იყოს მიღებული, შემდეგ ეს ყველაფერი მიდის პირველ რაღაც ლამაზ რაღაც მოგონებები მთავრდება რაღაცეების, იწყება წინ გადადგმული ნაბიჯები, იწყება ფიქრი მომავალზე და მოკლედ ეს ყველაფერი ნელ-ნელა წამოვა. ამ შემთხვევაში მთავარი არის ამ ურთიერთობას ენერგეტიკა, რაც უნდა დავინახოთ ჩვენ და რაც კარტი გვიჩვენებს, ეს არის ეს ენერგია მოდის. ეს ენერგია ნამდვილად არის დამაკმაყოფილებელი, ეს ენერგია გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არის სამომავლოდ ნაბიჯების გადადგმა. მთავარია ეს ყველაფერი დაიწყოს და მთავარი კიდე იცით რა არის? მთავარი არის ორივეს რაღაცნაირად გადაწყვეტილება, რომ მარტო ერთ ადამიანზე არ იქნება ეს, აუცილებლად იქნება ორივე ადამიანზე მთავარი გადაწყვეტილების ასე ვთქვათ, მთავარი გადაწყვეტილება. და სამომავლოდ რაც არის, ამ ურთიერთობას ნამდვილად მოსდევს ძალიან კარგი ენერგია და ძალიან კარგი მიმართულებით შეიძლება რომ წავიდეს. მთავარი არის ორივეს ესეთი დროული გადაწყვეტილება, რომ რაღაც მომენტში ეს ყველაფერი ისევ რაღაცნაირად არ წავიდეს უკან. და ეს ყველაფერი ხა დღესდღეობით რაც ჩანს თქვენს ურთიერთობაში, ეს არის ნამდვილად ძალიან კარგი ენერგია, ძალიან კარგი მიმართულება და ნამდვილად არის წინსვლა. ესეთი იყო დღევანდელი გაშლა, ეს არის ტაროს დრო. დროებით.